მე მგონი მიჩვებოდა რაღაცას მე მგონი კაია რაღაც შარბეტი არ დავიკეთებს ცოტა მოგა იცი რა არის მაინც ახალგაზრდებთან მივდივარ ცოცხალი ნაწილი საზოგადოების რომ მე მგონი მათთვისაც საინტერესო იქნება და ჩემთვის უფრო სიურპრიზებით სავსე, იმიტომ რომ კითხვებზე წარმოდგენაც კი არ მაქვს, შეიძლება რომ მკითხოთ მათ. დღეს ჩვენ გადავწყვეტთ რომ დაგვეგეგმა შეხვედრა სტუდენტებთან და ვცდილობთ გავამახვილოთ ყველა იმ პრობლემაზე ყურადღება, რაც საქართველოს მომავალს ნათელ ფერებში კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს, კიდევ ერთხელ გამახვილებთ ყურადღებას იმაზე, თუ რა პრობლემებია დღეს საქართველოში. ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა. მე ხართ ის საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ალბათ ყველაზე კარგად შეესატყვისება ჩვენი წინა საარჩევნო სლოგანი საქართველოს მომავალი ნათელ ფერებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ახალგაზრდები, სტუდენტები, ვინც საქართველოს მომავალს ქმნით და ხედავთ ნათელ ფერებში, დაფიქრდებით იმ ყველაფერზე, რაც მე დღეს გითხარით. ალო მე სად არის გასულია? სად არის? გამო ეს და მე აქ გადავაჩენე. ერთი წამოწანია. მოკლედ ესენი კარგად დააკორექტირეთ რომ მზად იყოს გეში ვიზღუდებით ძალიან. ჭირია მესამე გვერდი არის მare კაცით არის გამოტანილი თქვენი საბუთაბატონი. გადავხედავ აუცილებლად. გაიფარეთ რომ ეხა არ მივდივართ ჩვენ ძალიან ოფიციალურ შეხვედრაზე ეს არის ჩვეულებრივ მოქალაქეებთან შეხვედრა რომელმაც გახსნეს რაღაცა სასტადიო და მეორეს მხრივ უნდა გავხსნათ ბანკი იქ უფრო შედარებით ოფიციალური საზოგადოება იქნება და ამიტომ ორივეს რომ რაღაცნაირად უფრო ისეთი უნდა იყოს რომ ორივესთან რაღაცნაირად გამოვიდეს სტუდენტურია და ბანკის გახსნა ძალიან აქტიური ოფიციალური და ისეთი კი არა ძალიან ესე რომ მოდის და იქ რაღაცას რო ელაპარაკე ვიღაცა გამარჯობა და რაღაც ანუ ვის შევადავ მოიცა მარგარიტა აი რაღაც ისეთი თავის მოდი შეიკარე ჯობია უფრო სოლიდური ეს იმის არა ეს ასე ხალხალივით გავაკეთე აი ეს არ უნდა ეს ჩაცმის იცი როგორ ვამბობ აი მომალი და აი ეს როგორ არის და კოსტუმი და კაცი და კაცი ზიეთ აი ეს კაია ჩიკაგოში დაკავშირებით არის დაგეგმილი კათარზისის გახსნა. კათარზისი არის სოციალურად დაუცველთათვის და მოხუცებულთათვის. ამ ყველაფერში კათარზისის გახსნაში გვეხმარება ქალაქის მერია, რითაც დიდი მადლობა მას. სულ ცოტა ხანში ველოდებით ახლა პრეზიდენტობის კანდიდატს, ქალბატონ კანდიდატურაშვილს და ჩვენ ყველა ერთად შევხვდებით მას.
კარგი ახალგაზრდები არის. როგორც იცი, აქ სოციალურად დაუცველობის სტადია, ხო? მათთვის უფასო კერძები არის ალბათ. დაფინანსებით რამდენად გაყოფილი ხარ? ძალიან კარგი, ძალიან კარგი. რამდენ ხშირად დადიხარ? კვირაში დაახლოებით 3 კარგი, ხა დავარემონტეთ, გავაკეთეთ უკეთესად დაფავრება და მე იმედი მაქვს, რომ მეტად კმაყოფილები დარჩებით ამ ყველაფრით. საბა თქვენი გემრიელად ისადი. დღეს საკმაოდ დატვირთული დღე აღმოჩნდა ჩვენთვის, გავხსენით უფასო სასადილო სოციალურად დაუცველთათვის და მოხუცებულთათვის. შემდეგ წამოვედით და გავხსენით ეს არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა, რომელსაც თქვენ ხედავთ, ეს არის საჯარო ბიბლიოთეკის ერთ-ერთი განახლებული კორპუსი, სადაც აბსოლუტურად ახალი თანამედროვე ინვენტარია, ახალი წიგნების ფონდი და ასე შემდეგ. რა ვიცი, მე მგონი დღეს საკმაოდ ისეთი კარგი და წარმატებული დღე აღმოჩნდა. მადლობა. არჩევის შემთხვევაში მე გპირდებით, რომ ჩვენ შევქმნით საქართველოს მომავალს ნათელ ფერებში. ახლა არ მოგწონთ დატულაშვილი, ხო?